ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე დელფინარიუმის თანამშრომლები და დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები დაკითხეს. სისხლის სამართლის საქმე 125 მუხლით აღიძრა, რაც პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. პროტესტის ასეთი ფორმა ბათუმის დელფინარიუმში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა თავად ცხოველთა დაცვის ფედერაციის აქტივისტებმა გაავრცელეს. კადრებში ჩანან დელფინარიუმის ერთ-ერთ იარუსზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ტრანსპარენტები, სადაც მოთხოვნები რამდენიმე ენაზეა დაწერილი. შემთხვევის დროს ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვები და ვიზიტორებიც იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა კი ცრალსადენი გაზიც გამოიყენა, თუმცა ვერსიები იმის შესახებ თუ კონკრეტულად რას მოყვა დაპირისპირება დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებს, მწვრთნელებსა და ცხოველთა დამცველებს შორის განსხვავებულია. როგორც ვიცი, კერძო ეს არის სახელმწიფო ტერიტორია არის, ჩვეულებრივად იქ არის ასასვლელი, არანაირი გამართლებელი ნიშანი არ იყო. მათ ცემეს ჩემი მეგობრები, შემდგომ ისე ქვემოთაც გაგრძელდა კონფლიქტი. ერთ-ერთი ჩვენი წევრი ამოარტყეს ციხლი და ამის შემდგომ მოხდა ეს გაზის გაშვება და არანაირი თავდაცვის მიზნით მოიგერია უბრალოდ. შემოიჭრნენ დაცვას, ესე იგი არ დაემორჩიlen, გადაახდნენ ესე იგი ბარიერებს, მოაჯირებს და ამოცვიდნენ ზემოთ. ბავშვი შოქში ჩავარდა მაგათ ქცევისგან. მათ მიერ იქნა სახელმწიფო ობიექტზე შემოჭრა. დაშავდნენ აქტივისტთა შორის მყოფი უცხოეთის მოქალაქეებიც, როგორც თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, აქციის დაგეგმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ხშირად ვაკეთებთ ფორუმს და ხვდებით ერთმანეთს, უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და ცხოველთა დაცვის შესახებ საუბრობთ ხშირად. თურქეთიდან, მოსკოვიდან, უკრაინიდან, დონეცკიდან It was totally peaceful demonstration. ჩვენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზება გვინდოდა, მაგრამ დელფინარიუმში ყველა ჩვენ თავს დაგვესხა. წარმოდგენაც არ მინდა რას უშვებიან ეს საშინელი ადამიანები ცხოველებს. მას შემდეგ რაც ჩვენ ასე სტატისტიკად გაგვისწორდნენ. ცხოველთა დაცვის სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბათუმში გამართული აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ, თუმცა თუ კანონდარღვევებს ჰქონდა ადგილი, ამას სამართალდამცველები დაადგენენ. ვეწინააღმდეგებით გარეული ცხოველების გამოყენებას კომერციული მიზნებისათვის. მაგრამ თუ იყო იქ კონკრეტულად შევარდნა პირად მფლობელობაში, გაუფრთხილებლად წინასწარი ყოველნაირი მოლაპარაკების ან ურთიერთობის გარეშე ეს უკვე სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია. დელფინარიუმში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაწყებულია. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს აქტივისტები და დელფინარიუმის თანამშრომლებიც. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით.